წარმოიდგინეთ, შედიხართ სუპერმარკეტში, იღებთ თქვენს საყვარელ შოკოლადს, კარაქს ან წვენს, ფასი იგივეა, რაც გუშინ კმაყოფილი ხართ, ფიქრობთ, რომ ინფლაცია შეჩერდა, შენელდა, ეკონომიკა დასტაბილურდა და თქვენს საფულე საფრთხე აღარ ემუქრება. მაგრამ სახლში მისული აღმოაჩენთ, რომ თქვენი საყვარელი 100 გრამიანი პროდუქტი 90 გრამი გახდა. დღევანდელი დღის რიცხვია 90, რადგან გლობალურ რიტეილში 90 არის ახალი 100. ამ მოვლენას, რომელიც ბევრად ახალგაზრდა ვიდრე სხვა ჩვენთვის ცნობილი ეკონომიკური ტერმინები, შრინკფლაცია ჰქვია. სიტყვების შეკუმშვისა და ინფლაციის ჰიბრიდია. ეს არის მწარმოებლების თავდაცვითი, დახვეწილი და საკმაოდ ცბიერი სტრატეგია ნედლეულზე ფასების ზრდის წინააღმდეგ. მარკეტოლოგებმა ძალიან კარგად რომ იციან ადამიანების ფსიქოლოგია, ეს არ ახალია, მოხმარებელი ფასის 10%-იან ზრდას მაშინვე ამჩნევს და ბრაზდება. შეიძლება კონკურენტზეც გადაერთოს, მაგრამ წონის 10%-იან კლებას თითქმის ვერავინ ხედავს. ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ ყუთის ან ქილის ზომა, ფორმა არ იცვლება, დიზაინი ძველია, უბრალოდ ჩიფსების შეფუთვაში მაგალითად ახლა უფრო მეტი ვაკუუმია, ვიდრე კარტოფილი, ხოლო შოკოლადის ფილა ოდნავ უფრო თხელია. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული ისაა, რომ ჩვენი საკუთარი ჯიბით ვაფინანსებთ ჰაერს პრინციპში. მწარმოებელი ინარჩუნებს მოგების მარჟას, მაღაზია ინარჩუნებს ფასნამაც, მოხმარებელი კი იღებს პატარა ულუფას და ილუზიას, რომ ცხოვრება არ გაძვირებულა. თუმცა რეალურად ზომის პროცენტული კლება პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს იმავე პროპორციით ფასის ზრდად, რადგან როდესაც კომპანიები პროდუქციის ზომას და მოცულობას ამცირებენ, ისინი ძირითადად იგივე ფასი ინარჩუნებენ, თუმცა ამით რეალურად პროდუქციის გაძვირება ხდება. სამი კლასიკური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რძე და ზეთი მაგალითად 1 ლიტრიანი ბოთლები დიდი ხანია უკვე 900, ზოგჯერ 850 მილilitrამდე ჩამოვიდა, ასევე კარაქის სტანდარტული 200 გრამი ახლა 180-იან 175 გრამია, ტკბილეული 100 გრამიანი შოკოლადები მასობრივად ჩანაცვლა 90 და 85 გრამიანი ვერსიებით. ასე რომ ინფლაცია არსად გამქრალა, ან უბრალოდ ფორმა შეიცვალა. ფასმა არ მოიმატა, მაგრამ პროდუქტი დაპატარავდა. ამიტომ, როცა შემდგომში მაღაზიაში შეხვალთ, ფასთან ერთად შეფუთვის კუთხეში მიწერილი წონად შეამოწმეთ. დამატებითი ბუღალტერია, მაგრამ მაინც. ბიზნეს შეცდომებს არ პატიობს, მით უმეტეს, როცა საქმე მის მოგებას ეხება.